ლაგოდეხში სტიქიის პრევენციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა. იგი აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელმძღვანელი პირებისგან შედგება. პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. რაც შეეხება სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, ძლიერი წვიმის შედეგად კაბალი ბაისუბნის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იყო. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო მონაკვეთები. კაბლის სხევის კალაპოტის შეცვლის შემდეგ სოფლის შიდა და ცენტრალურ მაგისტრალზე პრობლემა მოგვარდა. აქაც დროულად მოვიდა მოსახლეთა ხელისუფლების წარმომადგენლები, მოიყვანეს ტექნიკა და გამაგრის სამუშაოები სრულდება. იმედია, მალე აღადგენენ გზას. ხიდის მიმდებარედ ადგილი არის დაზიანებული, საიდანაც მერე წყალი შემოbrunდა და ასფალტი, ეს რომელიც ძავალი გზა იყო, ის ჩაანგრია და დაფუჭდა მაგით. ზემოდან იყო ეს გაროღება, ძალიან ზემოდან კაბალგესიდან წამოვიდა წყალი და კაბლის სოფლებში შემოვარდა დიდი ეგ იყო ძირითადად. სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა, არის აქ ინფრასტრუქტურული დაზიანებები, არის მოსახლეობაში ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წყალმოვარდნის შედეგად მიყენებული ზარალი. ეხლა შეკრებილი არის ოპერატიული შტაბი, რომელიც რა თქმა უნდა შესაბამის სამინისტროებთან პირდაპირ კონტაქტში ვართ და მობილიზებული არის ტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო, მოსახლეობიდანაც ხდება, სადაც წყლის ამოტუმბვა არის საჭირო, ამ ღონისძიებების განხორციელება და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც და მოსახლეობის მიმართულებითაც მაქსიმალური დახმარება იქნას გაწეული. გადაუღებელი წვიმების და ძლიერი ნალექის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემი, მათ შორის კაბლის თემი. აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს უშუალო ჩართულობით და კოორდინირებით შეიქმნა შტაბი. ამჟამად სტიქიის წუთებიდანვე ჩაერთო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც დაგვახმარა მძიმე ტექნიკა. ამჟამად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მუშაობს 10 ერთეული მძიმე ტექნიკა, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს. ამჟამად მდინარის კალაპოტე, ადიდებული მდინარის კალაპოტების მოხდა შეცვლა, მოსახლეობა საფრთხე არ ემუქნება. საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს საგანგებო შტაბი, სტიქიის მუდმივმოქმედი სალიკვიდაციო კომისიის წევრებიც გამოსულები არიან ველზე. ინფრასტრუქტურული ზარალიც საკმაოდ მძიმეა, არის დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს მიერ განხორციელებული სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორც გაბიონები, ასევე საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე კაბლისა და ბაისუბნის დამაკავშირებელი ხიდია დაზიანებული. რამოდენიმე ლოკაციაზე მდინარე კაბალზე, მდინარე შრომის ხევზე, მდინარე ლაგოდეხის ხევზე მიმდინარეობს ამ წუთებშიც სპეციალური მობილიზებული ტექნიკით სამუშაოების შესრულება. ვითარება მშვიდია, სტაბილურია ამ მომენტისათვის.